გამარჯობა, გილოცავთ ილიაობას, დღეს 2 აგვისტოა და ჩვენ ამოვედით ილიას სახლ-მუზეუმში, საგურამოში, სადაც გვინდა რომ გავიხსენოთ ის, თუ რასაც აკეთებდა ეს ადამიანი, რა ღირებულებები ჰქონდა და რა იყო მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, მიმართულებები და რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ხო, ანუ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რაღაც ამოვედით და არაფერი არ ხდება საერთოდ. განსხვავებით წინაწლებისგან, ხო, ეხლა სპეციალურად ვნახულობდი და შარშანაც ისე პომპეზურად აღენიშნა და მე ვფიქრობ ძალიან ცოტა რამეა ისეთი სიმბოლური და მრავლის მეტყველი, როგორც აი ეს ფაქტი, რომ დღეს ილია ჭავჭავაძე, რომელიც არის ალბათ თითოეული ქართველის აზრით რაღაცა ქართველობის, ქართული ნაციონალიზმის, ქართული სახელმწიფოს, ქართული იდეის მამა და ფუძემდებელი არის ესეთი დამოკიდებულება. ხო? რომ აი რაღაცნაირად ყველანი ეს პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ ხელისფლებასთან არის ძალიან ბევრი სხვა პრობლემასთან გარდა, რომ ამ რაღაცა ეს ქართული იდენტობის ჩაკოლა ხდება და თუ ვინმე და რამე გვართმევს ქართველობა, ზუსტად არის ეს პოლიტიკა, რომ რაღაცნაირად უნდა მიეცეს დავიწყებას ეს ქართული ნაციონალიზმი კარგი გაგებით, ხო? რაღაც ქართული რაღაცა პატრიოტიზმი, ხო, ეროვნული შეგნება. და აი ზუსტად როგორც აი ეს დღევანდელი დღე მიივიწყა, ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ აი ესე დაგვავიწყოს ჩვენი რეალური იდენტობა, რა. აი ეს განცდამა დარჩენილი. ვიცი როგორი თემა ახლა ილია ჭავჭავაძე თავისი მოღვაწეობით, თავისი პუბლიცისტიკით, იმ შრომით რაც გასწია საქართველოსთვის, დგას ერთ მხარეს და სრულიად რადიკალურად განსხვავებულ მხარეს არის ყველა გაგებით ქართული ოცნება და ახლა აი ამ სცენაზე რომ გამოსულიყო რომელიმე წარმომადგენელი ქართული ოცნების, აი რა უნდა თქვას ილიაზე, რომ აი ხო რაღაცა სინდისიც კაი საქონელიას ამბავში კი შეიძლება ბევრ რამეზე აიღეს ხელი და ბევრ რამეზე აიღებენ, მაგრამ აი წარმოგიდგენია ილიაზე ლაპარაკობ, როდესაც ხარ ნებისმიერი სახელი ჩასვით აქ ქართული ოცნებიდან, ნუ თქვენ გაგიხარდებათ და მიხვდებით რომ როგორი სხვადასხვა, ხო და თან პლუს ისიც არის რომ ხო ესეთი ეროვნული გმირები, როგორც ილია ჭავჭავაძეა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ილია მან ის ეცადა, რომ საქართველოს ჩამოეყალიბებინა, ანუ რაღაცა ეთნოსიდან ექცია სახელმწიფოდ. როგორ გამოვიდა და რა პრობლემები იყო, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ იდეა მისია, ხო. საქართველოს იდეა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და შესაბამისად ქართულ ოცნებას სრულიად საპირისპიროდ არის მომხარეს და მოკლედ ილია და ქართული ოცნება სხვადასხვა ლიგაში თამაშობენ და როგორც ჩანს მაგის დავიწყებას უნდა მოხდეს, რომ აი ილია უნდა გაუფასურდეს რაღაც ზვიად გამსახურდიას ვაწლი. თუმცა როცა სჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ იმისთვის, რომ თითქოს აჩვენონ pseudo ეროვნულობა თავიანთი. მაგრამ ამავდროულად აკეთებენ საქმეს ისე, რომ მოხდეს რეალურად დავიწყება რა. ეხლა ჩვენ რო დაასრულებ, გადავალთ ალბათ იმაზე რა იყო ილიასთვის მნიშვნელოვანი და შევადაროთ დღევანდელობას. ფასადურად იტყვიან, რომ აი ილია იყო ვიღაც ილია მართალი და არა რომ ილია როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ხო, ამას გამოიყენებენ ფასადად და არა თორე. ილიას იდეებზე რო დაიწყებს საუბარს ქართული ოცნების წევრი რო ხარ. ხო, აი სრულიად სხვაგან ხარ და ვერ ილაპარაკებ ილიას იდეებზე. კი, ხო, ანუ როგორც მინიმუმ ფაქტია რომ რაღაცა არ ეკომფორტულებად, ასე ვთქვათ, ილიას სახელით საუბარი თუ რაღაცა ილიას იდეებზე საუბარი და განსაკუთრებით საინტერესოა კონტრასტი სპეციალურად დავძებნე ეხა როგორ აღნიშნეს ერეკლეობა ბოლოს. ანუ ერეკლეს საწინააღმდეგო რასისულელია რომ ვინმეს რამე გქონდეს და პირიქით, მაგრამ ისინი როგორც პოზიციონირებენ და წინ რასაც წევენ, არა ის რომ ის რაღაცა მის ბრძოლას და იმას რომ რაღაცა გამოაცოცხლა და ეს ქართახეთის სამეფო გააძლიერა, არა, ბოლომდე ჩაგეჭრები. ერეკლე არის მეფე, რომელსაც არ ვიცი რომ შევადაროთ უბრალოდ სხვა მეფეებს. შეიძლება ვერ ვნახოთ მეფე, რომელსაც მასზე მეტი ბრძოლაა გადატანილი და ამაზე კი არ საუბრობენ, რომ ესეთი მებრძოლი იყო და თავისუფლებისთვის ასე იბრძოდა და დაუღალავად, ხო? მარტო იმ ნაწილზე რაღაც სიტყვა პრაგმატიზმი. პრაგმატიზმის ეტალონი და სისულელეები აქვს. კი, და ეგ ერეკლე იმიტომ აქვს ესე მაგნაწილი მხოლოდ, იმიტომ რომ ეკომფორტ, იმიტომ თავს ასოცირებას უკეთებენ ზუსტად მაგასთან, რომ ჩვენც უნდა შეიძლება მოგვიწევს, ანუ თან ერეკლეს ისე და ისე მოუწია რაღაცები და იმ გადმოსახედიდან სხვანაირად ჩანდა რა და ესენი ანუ რა შედეგებიც დადგა გეორგიევსკის ტრაქტატი იმაზე არიან თანახმად რომ ერეკლე არ იყო თანახმად იმაზე ეგ სწორი აქცენტია რაც დადგა რა ქართული ოცნების წევრები ხეცი ის ხალხია ვინც ილიას დაუძახებდა მევახშეს ილიას დაუძახებდა რაღაცა აი ბოლშევიკები როგორც ეს აი ზუსტად მათი ხელითაც დიდი ეჭვი მაქვს რომ მათი ხელითაც გარდაიცვალა სწორედ
უარესებს მოიფიქრებდნენ ილიას წინააღმდეგ, რადგან როგორც წეგან აღვნიშნეთ, არ არიან ერთმხარეს, ანუ ილია ჭავჭავაძე მთელი თავის მოღვაწეობით დგას მწვერვალზე, ქართული ოცნება ვიცით მე მგონი ყველამ სადაც. მოდი აი ახლა მე უცებ გამახსენდა აქ სცენა არის, რომელიც გამოიყენებოდა ხოლმე და გამოიყენება აუცილებლად მომავალში, ილიაობის აღსანიშნავად და აქ წერია არაჩვეულებრივი სიტყვები, შინაარსი რო გადმოვცე, უბრალოდ არის ის, რომ ყველა ადამიანს გააჩნია უფლება, მაგრამ უფლებასთან ერთად აქვს მოვალეობა და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ეს არის მათ შორის ერთ-ერთი ილიას დანატოვარი. უნდა დავაზუსტოთ. გაგაჩნია უფლება და მოვალეობა იმ სხვისი უფლების დაცვის, იმიტომ რომ ანუ ეგ ჯაჭვურია რა. და აქედან მინდოდა გადასულიყავი იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ქართული რესპუბლიკა. ჩვენთვის ქართული რესპუბლიკა ნიშნავს ისეთი ადამიანების ერთობას, ერატ-ყოფნას, რომლებიც რა თქმა უნდა უფლებებით არიან აღჭურვილი და სამართლიანი და თანასწორი გარემოა, მაგრამ იმავდროულად აქვთ პასუხისმგებლობა და მოვალეობა საკუთარი ერის და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ რომ როგორც ილია ამბობდა და ჩვენ აბსოლუტურად მისი მოწაფეები ან მიმდევრები ვართ ამ ამბავში, უფლება არ არსებობს მოვალეობის და პასუხისმგებლობის გარეშე. როცა ვსაუბრობთ ხოლმე რესპუბლიკაზე, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის იდეა რესპუბლიკერობის, რომ შენ გაქვს თან უფლება, თან მოვალეობა. მეც რო აღარ გავაგრძელო და არის ბევრი რამეა კიდე სასაუბრო, რასაც ილია აკეთებდა, რატომ შექმნა ბანკი ქართული მიწების დასაცავად, რომ ეს მიწები ისევ ქართველებს დარჩენოდათ და რა ხდება დღეს. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და კიდე რა ვიცი სხვა მრავალ თემა. ანუ ილიას ასე ვთქვათ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აი ჩემთვის რას რაღაცა რო აფასებ, ანუ რამდენი რამეს შეუძლია ადამიანს გააკეთოს ქვეყნისთვის და ერისთვის, თან ისე რომ საერთოდ არანაირი თანამდებობა, სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავს და ალბათ ანუ ვერც ერთი თანამდებობის პირების ყოლია მაგდენი არაა გაკეთებული. მეთუმეტეს ჭავჭავაძეს და ნიკოლაძეს ერთად თუ დააყენებ, საერთოდ აუწონავები გახდებიან. და განსაკუთრებით კი ანუ რაღაც წმინდა ეკონომიკურ და პრაქტიკულ ნაწილში და ცალკე იდეოლოგიურ ნაწილში რა. ჩვენ ეხა რაღაცნაირად ისე ავუქოთ, რომ აი საქართველოს ქართველები რო ყოველთვის ვიყავით და რაღაცა 1000 წლოვანი ერი ვართ და რაღაც თუმცა ამის ერთიანობის განცდა გააჩნია რეალურად ილიამ, რომ აი ეს ჩვენი ისტორია რომ ერთნი ვართ. ხო, ანუ ეს არ არსებობდა და ეხლა ცოტა გვიჭირს ახმა და ილიას აქ ერთ-ერთ სტატიაში აქვს მე მგონი დაწერილი, რომ ანუ ანუ მე-19 საუკუნის ბოლოა უკვე და ქართველო რო შეძახო, ალბათ გორელი გამოგხედავს და კახელმა გამოგხედავსო, კიდე ეგეც შეიძლებაო რა და არავინ სხვა ამ სახელთან ანუ ქართლის და კახეთის ის ნაწილობრივ არ აიდენტიფიცირებდა რა. ცოტა უფრო შორს თუ წავიდეთ, თან გახსენებაშიც დამეხმარეთ თუ რამე შემეშალა. მოკლედ 70-იან წლებში მორიგი რუსეთ-თურქეთის ოსმალეთის ომის დროს მოხდა დაბრუნება აჭარის. და 16-18 წლის ომის და დღეს აჭარლები რომ ქართველებად გრძნობენ თავს და ქართველები არიან ისედაც, მაგრამ ნუ აქ რომ გააჩნია იქამდე 300 წელი რუსები წერდნენ თურქებად და ამაში იყო მთავარი პრობლემა. და მან სწორედ ილია ჭავჭავაძის და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრეების და მთელი ამათი მოქმედების გამო მოხდა ის, რომ აჭარლების კვლავ სამშობლოს წიაღში დაბრუნება მოხდა ისე, რომ მათ რაღაცა უცხოებს და ვიღაც გადამთიელებს. ეხლა ადამიანები შეიძლება ესე კი, მაგრამ მაგის გადატეხვა სწორედ ილია ჭავჭავაძის დამსახურებაა და ვინ უკვე იმას დავამატებ, რომ მაშინდელი პრესის და სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით აჭარაში აჭარლები ითხოვდნენ სკოლებს ქართულენოვანს, რაზეც წინააღმდეგობა ჰქონდა ადგილობრივ რუსულ მმართველობას და ხან რაენაზე მოკლედ ზოგჯერ თურქი, ზოგჯერ ბერძენი და ასე შემდეგ სხვადასხვა მასწავლებლები მიყავდათ, მაგრამ ესენი ითხოვდნენ ქართულ ენაზე განათლებას, იმიტომ რომ ყველა ქართულად საუბრობდა და სხვა ენაზე ვერც გაიგებდნენ, ეს ელემენტარული იყო და ამ საქმეში დიდი წვლილი ისევ და ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეიტანა, რომელმაც გახსნა სკოლები აჭარის მასშტაბით და დაიწყო ადგილობრივ ქართველებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიცემა, რაც რა თქმა უნდა და ამასთან ერთად ილიათან ბევრს ალბათ გაგონილი აქვს და წაკითხული აქვს, მუდმივად აკეთებდა ამის ასე ვთქვათ ინფორმაციულად აი ამის მიწოდებას ხალხისთვის, რომ ჩვენი დახმარება სჭირდებათ აჭარელ ძმებს, რომლებიც ახლა ხან შემოგვიერთდნენ და ისინი უნდა დაბრუნდნენ თავისი დედა სამშობლოს წიაღში, რაღაც უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ზედმეტი ბარიერების გარეშე, რამაც კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმები, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს 300 წლიანი განშორება აღმოიფხვრა ისე, რომ რაღაცა ზედმეტი ბარიერები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო ბარიერები, რუსები და თურქები სხვათა შორისაა აქვე დავამატებ,
რუსები და თურქები ერთი და იგივე პოლიტიკას ატარებდნენ აჭარლების მიმართ და არა მხოლოდ აჭარლების, არამედ შავშელების და კლარჯელების მიმართ და იყო პოლიტიკა ასეთი. რუსები აჭარლებს და აი ამ ქართველებს არ განიხილავდნენ როგორც ქართველებად და ეს რა თქმა უნდა განზრახ პოლიტიკა იყო, რომელიც შიგნით ქართველებს აშორებდა ერთმანეთისგან და თურქებსაც ეს აწყობდათ და საბოლოო ჯამში თურქეთის და რუსეთის პროპაგანდა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გამოიწვია ათასობით და 10,000-ობით აჭარელის მუჰაჯირობა მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე და დღეს მათი შთამომავლები სხვადასხვა გათვლებით 100,000 არიან, მათ შორის მეც ყავს ესეთი წინაპრები და თითქმის ყველას აჭარაში. მაგრამ ეს მაშინდელი საქართველოსთვის იყო ძალიან დიდი დემოგრაფიული დანაკარგი, იმიტომ რომ ქვეყანამ დაკარგა ათასობით თავისი შვილი, ქართველი. ამას ებრძოდა ილია მათ შორის და საკმაოდ წარმატებითაც. კიდე წეგანებს საუბრობდით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ეს ეროვნული იდეოლოგია და ვადარებდით 18-21 წლის რესპუბლიკას, რომელიც მიმართაც რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული ამ პერიოდში და ზუსტად მაშინ იყო ერთგვარად აი პოლიტიკა, რომ ეროვნულობა თითქოს არ არის მნიშვნელოვანი. და უკანა პლანზე იყო გადაწეული და წინ იყო უფრო რაც სოციალური თემები წამოწეული, ხო, ეს მენშევიკური მთავრობა იყო პირველ რიგში, ანუ თავს პირველ რიგში აიდენტიფიცირებდა რაც სოციალ-დემოკრატად და მერე ქართველად რა. ვიდრე რაღაცა პირიქით, იმიტომ რომ მაშინ არსებობდნენ ისე და ისე ეროვნული პარტიები და ძალების და ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი იყო, მაგრამ ხო, ხელისუფლებაში მოვიდნენ ისინი, რომლებიც ხო წინ წამოწეული ჰქონდათ ეს სოციალური იდეოლოგია. თუმცა როდესაც დავდგეთ ასე ვთქვათ იმ გამოწვევების წინაშე რომელიც დავდგეთ, ხო, ანუ იქ გამოჩნდა რომ ადამიანები ვერ და არ იბრძვიან ამ რაღაც სოციალური იდეოლოგიის დასაცავად. ხო, თუ განსხვავება ჩვენსა და იმ შემოსულ მე-11 არმიას შორის მხოლოდ ის იყო, ისინი ბოლშევიკები არიან და რაღაც ამ ეკონომიკურ მარტო იგი იყო და ბოლშევიკების შორის არის ეს ბრძოლა და არა ქართველებსა და რუსებს შორის, ხო? ზუსტად მაგიტო ნაწილობრივ ჩემს ვერ მოხდა ერის მობილიზება სახელმწიფოს დასაცავად, რომ ეგ ახმა იყო, რომ სახელმწიფო თავს პირველ რიგში აიდენტიფიცირებდა როგორც სოციალ-დემოკრატი და არა როგორც ქართველები, რა თქმა უნდა მთლიანობაში არსებდება ქაქუცა იყო და მაზნიაშვილი იყო და მაგრამ ხო არ იყო საკმარისი და ამ სახელმწიფოს იდეოლოგია ზუსტად ის იყო, რასაც ესენი აწვევიან, რომ ეს ეროვნულობა და ქართველობა და სახელმწიფოს ეროვნული სიძლიერე ხო თითქოს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც აი სოციალური ნაწილი, ხო? და აქ რაღაცა რუსეთთან ვიმეგობრებთ, ჩინეთთან ვიმეგობრებთ და რუსებს შემოუშვებთ თუ სხვებს შემოუშვებთ, იმდენად თითქოს მნიშვნელოვანი არ არის, ხო? და ხო, ამიტომ ეგეთი სახელმწიფო მით უმეტეს პროდუქტი დავამთავრე პატარა სახელმწიფო, რომელიც აი ძლიერ რაღაცა ეროვნულ ნაციონალიზმზე არ დგას, ისე კარგი გაგებით ძალიან უჭირს მერე დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. მან კიდე რაღაცნაირი ბედის ირონია, რომ ილიას იდეებზე ვერ დრაზდოს ვერ მოვჭერით ქართული სახელმწიფოს დარგი, იმიტომ რომ ვერც პირველი რესპუბლიკა არ იყო ბოლომდე ილიას იდეების მიმდევარი და ეს 30 წელია ცოტა ბუქსაობთ და ვერ დავეწყვეთ იმ გზაზე, რაზეც ილია საუბრობდა და რაზეც ილია ოცნებობდა და თუნდაც იგივე ეროვნულობის ნაწილში ხო დღეს ქართული ოცნება მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ რაღაცა ეროვნული ძალა, მაგრამ რო შეადარო რა არის რეალურად ეროვნული გზა და რა არის ქართული ოცნება, დამატებად მივხვდებით. მოდი გადავიდეთ მაშინ აი ამ საკითხებზე რა. წეგან ბანკი ვახსენე და მე მინდა რომ მაგით დავიწყო. იყო არ ვიცი რომელი ოცნების რომელიღაც სამხარდამჭერთან მქონდა საუბარი, მე მგონი ეთერშიც. მოკლედ, ილიამ რო შექმნა საადგილმამულო ეს ბანკი, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო რომ აი ცვლილების შემდეგ რაც მოხდა და ბატონყმობა გაუქმდა და რაღაც შეიცვალა სრულიად ეკონომიკური და სოციალური ვითარება და ადამიანებს ქართველებს უწევდათ საკუთარი მიწების გაყიდვა იმისთვის რომ ფული ეშოვათ და რაღაც თავი ერჩინათ, შეიქმნა ბანკი რომ ეს მიწები დაეგირავებინათ ქართულ ბანკში და თუ ვინიცობა იყო და ვერ შეძლებდნენ აი ამ საკუთარი სესხის მომსახურებას, ეს ბანკი ვინმე უცხოელის ხელში კი არ გადასულიყო, არამედ დარჩენილიყო ისევ ქართული ბანკის ასე ვთქვათ, ფლობელობაში და საკუთრებაში, რომელიც მერე განკარგავდა ამას ისევ იმ მიზნებისთვის, რაც ჰქონდა, ხო, წერა-კითხვის ამავსებელ საზოგადოებას და ასე შემდეგ. ანუ მისთვის მიწის საქართველოსთვის შენარჩუნება იყო მიწის ქართველებისთვის შენარჩუნება. ეს ზოგჯერ არის ხოლმე რომ მეც და შენც ლევან ახლა მით უმეტეს ხარ თავისუფალი ვაჭრობის და ბაზრის მომხრე და ამაში რა თქმა უნდა არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით მესმის რომ ასეც უნდა იყოს ჩემი გამოცდილებითაც და ყველანაირად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავდგეთ და ჩვენი
უძრავი ქონება, რაც გაგვაჩნია და არის ერთ-ერთი ფუნდამენტი ყველა დანარჩენის, არ მხოლოდ ეკონომიკის, კი არა და ეკონომიკის მერე, ძირითადად ერის მშენებლობისთვის და ასე ვთქვათ, აი ამ მენტალური და გონებრივი ბაზისისთვის, ეს გადავცეთ სხვებს. ეხლა ქართული ოცნება აკეთებს რას? სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი არის დამოკიდებული უძრავი ქონების განვითარებასთან და მის გაყიდვასთან უცხოელებზე, იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოში არა შესაბამისი სოციალური მდგომარეობა, რომ ქართველებმა შეიძინონ ამდენი корпуსი, ამდენი მიწა, ამდენი უძრავი ქონება. ამიტომ ეს ერთი აცნენაა დიდი ქართულ ოცნებასა და ილია ჭავჭავაძის დანატოვარს შორის. მერე შეგვიძლია გადავიდეთ მაგალითად განათლების ამბავზე, ხო, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის მოაზრეებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილთან ერთად და სხვებთან ერთად პრიორიტეტად ისახავდა საქართველოს მოსახლეობისთვის განათლების მიცემას და მისი წერილებიც თუ როგორ უნდა აღიზარდონ ბავშვები, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უფლება და საშუალება რომ მიიღონ განათლება, არის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რასაც ფიქრობდნენ და დღეს ქართული ოცნების პირობებში ერთია რომ საერთოდ მოსწავლეებისგან იცლება სკოლა, იმიტომ რომ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, მაგრამ მეორე არის რა განათლებას ვაძლევთ დღეს ბავშვებს. განათლების რეფორმა შემოიფარგლა იმით, რომ მინისტრი გამოვიდა და თავის ექსკლუზიურ გადაცემაში საუბრობდა იმაზე, რა ეხატება ქართული სახელმძღვანელოების ყდაზე. და ამაში დახარჯა თავისი დრო, იმიტომ რომ ამაზე უფრო დიდი რეფორმა ვერ მოიფიქრა და ჩინური უნიფორმები, რომლებსაც შესაძლოა ჩაიცმევენ ეს ბავშვები და მალევე უბრალოდ მოხდება ისე, რომ აღარ ატარებენ, იმიტომ რომ არ ვიცი როგორც ახლა ნახე, საკმაოდ არაკომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თან ამას აიძულებენ, რომ იყიდოს ბავშვებმა. ყდის და ფორმის შეცვლა, რომელსაც მე ისევ და ისევ ვიმეორებ, სავარაუდოდ ისევ ამოიღებს მოსახლეობა ხმარებიდან და დარჩება უბრალოდ ის, რომ ფული გადავიხადეთ ჩინურ კომპანიასთან, რომელმაც გამოგვიგზავნა რაღაც ფორმა, რომელიც არაფერს არ ცვლის სინამდვილეში. ფული გადავიხადეთ და იმ ფულის დიდი ნაწილი სავარაუდოდ კორუფციამ შეჭამა. რადგან იმდენი ფაქტი გვაქვს უკვე გარშემო, რომ შეუძლებელია იქ არ შევიტანოთ არსებული ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაში, ხო და შესაბამისად, ხო კარგი ეს იქით იყოს და ილიასო დაუბრუნდეთ. და წეგანაც რაზეც ვიძახეთ, რომ ხო ილიას დაუძახებდნენ მე ვახშეს და ილიას დაუძახებდნენ გლეხების დამჩაგვრელს და ილიას დაუძახებდნენ 1000 ისაძაგლეს, ხო? და კაცი ადამიანის და ბედნიერი ერის და ეგეთი ლექსია ანტიქართველს დაუძახებდნენ ალბათ და ხო. კი, ბედნიერი ერის გამო აუცილებლად დაუძახებდნენ. აი, ნო, ესე იგი, ეგ არის ხო? კი, ნამდვილად. და ანუ ეხა რასაც ვადევნებთ, ხო, ჩვენი ხელისუფლება რაღაცნაირად რაც ღირებულია ისე და ისე, აი როგორც ილია არის, ხო, ქართველებს, ანუ ამაზე დიდი ალბათ არ ვიცი, დავით აღმაშენებელი შეგვიძლია შევადაროთ. და ამის აი ხედავთ რა როგორ გაუფასურება ხდება და ხდება რაღაცა ფსევდო ქართლობის გაფეტიშება ხო აი რაღაცა მათ შორის ეს რომ რაღაცა ზარქუას ვითომ რაღაცა ეს ფსევდო რაღაცა ქართლური რაღაც გამონათქვამები და ქართველი კაცი ამას არ მოითმენს და რაღაცა სისულელეებზე რაც ყველაზე ღირებულია იმის აი ესე გაუფასურება რა ხოდა ამათ ხო გონიათ რომ ქართლობა მხოლოდ რაღაცა სუფრაა და მხოლოდ რაღაცა სისულელეები ახლა ეს სუფრა და დალივა ილიასაც უყვარდა და ოღონდ ეგ იმას არ ეძახდა რომ ეს არისო ქართლობა სულ სხვა რაღაცებში ჯანში არა აქ ეგ წამოწეული ისე რომ ამით დასტურდება ქართლობა და ამით ვინახავთ აი ეხლა გამახსენდა აი ეს ზარქუები და თასიჯურის მსგავსი ტიპები რომ მაგალითად ამერიკას ეკამათებიან აქედან და ეუბნებიან რომ თქვენი ესე ვქვია ასაკის მუხა გვიდგა სახს რაღაც ისულელებს რომ ამბობენ რაღაც ილიას წერილები მაგალითად ამერიკის შესახებ არ აქვს წაკითხული გაგებულიც არ ექნებათ რომ ილია მაშინაც ილიამ შვენივრად იცოდა რა იყო ამერიკის ფასი და რა ფასი იყო ამერიკაში როგორც სახელმწიფო და როგორც რაღაცა ინსტიტუტები და როგორც ქვეყანა რომელმაც შექმნა ის რაც ილიას თვითონ უნდა ამ ქვეყანაში და მას შვენივრად ესმოდა რომ კი მაშინ საერთოდ ილია რომ მოღვაწეობდა ამერიკას 70 წლის შექმნილი იყო მაგრამ ეგ შვენივრად ესმოდა რა იყო მისი ფასი და უბრალოდ აქ როგორც თავიდანვე აღნიშნე და არაერთხელ ხო ეს იდეები და ეს იდეალები სრულიად სხვაგან არის და ქართული ოცნება სულ სხვაგან კი. აი ილიას საქმიანობას მათ შორის ისიც უნდა გავიხსენოთ მის საქმიანობიდან რომ ის იყო მოსამართლე
და ყველაფერთან ერთად მისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სამართლიანობა. რაშიც რა თქმა უნდა უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ დღემდე საკმაოდ მოვიკოჭლებთ, იმიტომ რომ დღემდე არ გვაქვს ისეთი სასამართლო, რომელიც ნამდვილად სამართლიანობას დაადგენდა და არა იმას, თუ რა სურს ელიტას, რა სურს მაგალითად მთავრობის წარმომადგენელს და არ გადაწყდება დავები ადამიანებს შორის იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, არ წაიყვანენ დაუშვათ ერთ ადამიანს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში, ან მეორე ქალბატონს ვიღაცისთვის ხელის გარტყმის გამო 2 წლით ციხეში და ადამიანს, რომელმაც ბავშვებს მოპარა ფული ბაღიდან, ან მოიპარა ჯარიდან ფული, მოიპარა ფული სკოლებიდან, ინფრასტრუქტურიდან და ასე შემდეგ, გირაოთი არ გამოუშვებენ პირველივე სასამართლოს ხდომაზე. ეგ არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ილია ამბობდა და ამერიკაზე რო საუბრობდი ერთი რაღაც გამახსენდა. მოკლედ ეს ხო იყო ადამიანი, რომელიც მაშინვე აფასებდა ყველაფერს, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერს აბსოლუტურად სწორად აფასებდა რა. და იტალიის ხო, იტალიასაც თავისთავად კი და ეხლა უბრალოდ გამახსენდა როგორ საუბრობს რუსებზე, ნუ ბევრი რამე აქვს რუსებზე ნათქვამი, აშით აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამ გამახსენდა, სადაც ის ამბობს, რომ თუ რამე დაღუპავს რუსეთსო, ეს არის ამათი და ჩამოთვლის სხვადასხვა სიტყვებს, როგორაც ამკობს გაუმაძღარი მოკლედ უსინდისო ჩინოვნიკები, რომლებთანაც ჩვენი უსინდისო ჩინოვნიკების შედარება არ შეიძლება, ისეთი კარგები არიან ჩვენებიო, მაგრამ ეხლა დღესაც იგივე ხდება რუსეთში, როგორც რუსეთის იმპერია დაიღუპა ამ კორუფციული და საზიზღარი სისტემის გამო. კი, ძირგამომპალი, იგივე მოხდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში და სხვა მიზეზებიც იყო თავისთავად, მაგრამ ეხლა ყველა აღიარებს, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო, იგივე ხდება ეხლა, ზუსტად ისეთივე ჩინოვნიკები ყავს რუსეთს დღეს, როგორიც ყავდა ილიას დროს და ილია სწორად აფასებდა მაშინ მათ და მე მგონი ზუსტად იგივე შეფასება ეთქმის დღევანდელ რუსეთს, რომლის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო, რბილად რომ ვთქვათ და ისევ და ისევ მათი ჩინოვნიკების, მათი კორუფციის, მათი უსინდისობის და საკუთარი ხალხის ექსპლუატაციის დამსახურებაა. საკუთარ ხალხს კი არ ემსახურებიან, არამედ საკუთარი ხალხის ასე ვთქვათ, გამოშიგნას ახორციელებენ. ჩვენ არ გვინდა რომ იგივე ხდებოდეს საქართველოში და როცა ვინმე აკეთებს პარალელს ქართულ ოცნებასა და რუსულ მმართველობას შორის. პირველ რიგში ეს იგულისხმება, რომ იგივე მმართველობის სისტემა არ გვინდა, სადაც ადამიანს გადაუგდებ 200 ლარს და არ მისცემ საშუალებას, რომ უკეთესად იცხოვროს, იმიტომ რომ გინდა რომ შემდეგ არჩევნებზე ჩვენ დაგემორჩილოს. ილია ამის წინააღმდეგი იყო. ილიას მიზანი იყო ერთ-ერთ სიტყვაში ამბობს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ ქვეყნის ხალხის მდგომარეობა და ცხოვრება გავამჯობინოთო, ანუ უკეთესი იყოსო და ამას ვერ მიაღწია ვერც 14 წლიანმა ქართული ოცნების მმართველობამ და ვერც სხვა შემთხვევებში მოხდა სათანადო წარმატებით ამის განხორციელება. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საქართველო არ დაიცალოს ქართველებისგან და კონდეს საშუალება, რომ აი ეს ნიჭი, რომელზეც ჩვენ ხშირად საუბრობ, რომელიც ქართველებს ნამდვილად გაგვაჩნია, ერთხელ და სამუდამოდ ისე გამოვიყენოთ და ისე ავაფეთქოთ, კარგი გაგებით, რომ არა მხოლოდ ჩვენი წარსულის, აწყოს და მომავლისთვის შევქმნათ რაღაც, არამედ მართლა მთელი მსოფლიოსთვის შეგვიქმნია 1000 წლეულების განმავლობაში და კიდევ უნდა შევქმნათ. ამისთვის ვჭირდება, რომ მთავრობა ზრუნავდეს ხალხზე და არა საკუთარ თავზე. მოკლედ, ჩემი აზრით რაღაცნაირად იგი არის ზოგადად ჩემთვის პირადად იმედი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ სხვანაირი სახელმწიფო. კარგი, სადაც ადამიანი არის ფასეული, სადაც არის კეთილდღეობა და ძლიერი სახელმწიფო. იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ჩვენ მაინც ილია ვაქციეთ რაღაცა ჩვენს ასე რაღაცა მამა სიმბოლო და ქართველებისთვის ყველა ასეთი ღირებულია. ჩვენც კარგი შვილები უნდა ვიყოთ ახლა. ანუ კარგი შვილები, ანუ რაღაცნაირად ესე იგი მაინც შევძელით დანახვა და დაფასება მისი ამ დიდებულების და მისი ამ სიბრძნის, რასაც საუბრობს და რასაც აკეთებდა და რა ასე ფილოსოფიაც ჰქონდა და თუ ამის დანახვა შევძელით, მე ვფიქრობ, რომ რაღაც შემდეგი ეტაპი განხორციელება. ხო, კი. ხო, გაგვეწელა ასე ვთქვათ, მაგრამ მე ჩემთვის ეგ არის იმედი, რომ კი, რომ ანუ ილიას ეს ასე ვთქვათ დათესილი საბოლოოდ აუცილებლად გამოიცხამს და გამოიღებს შედეგს. აუცილებლად. ამაზე ვიტყვი რა, ძალიან კარგად თქვი და ამაზე ვიტყვი, რომ როგორც ილიას დათესილი, ასევე ყველა სხვა ადამიანის ამწუხელიძე იქნება ეხლა მოდის 7 აგვისტო ომის დაწყების დრო და ყველა სხვა ადამიანი, ვინც თავისი ოფლი და სისხლი, ასე ვთქვათ, დაღვარა ამ მიწაზე იმისთვის, რომ ამოსულიყო შემდეგ უკეთესი საქართველო და უკეთესი მომავალი თაობები, მათ წინაშე ვართ ყველა ჩვენთაგანი ვალდებულები და აი ამ ვალდებულების შესრულება ილიას სიტყვებით აგერ არის, ხო, რომ უფლებას მოვალეობაც მოსდევს. იქნება უდიდესი ბედნიერება და საჩუქარი ჩვენი თავისთვის. ამაზე უკეთეს, მე მგონი ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენს თავს და მომავალ თაობასაც.
ხო, ნუ ეგ არის ჩვენი ვალია, რომ თუნდაც ილიასთვის თუ სხვებისთვის, ვინც ქმნიდნენ ამ ქვეყანას, არ დავიწყოთ ეს ქვეყანა და გადავარჩინოთ ჩვენი წილი ბრძოლა ისე გადავიტანოთ, რომ შემდეგ თაობებს რამე საბრძოლი მაინც კონდეთ და უბრალოდ განადგურებული და ასე მკვდარი ქვეყანა არ დაუტოვოთ. ილიასნაირი ადამიანი, არ ვიცი, რომელ ერს ყავდა კიდე. შეიძლება ვიღაცას ყავდა თავისთვის, მაგრამ კი ბატონო მათი განმოსახედიდან, მაგრამ ნამდვილად განუმეორებელი საჩუქარი გვიბოძა ღმერთმა და რაღაც სანთელი, რომელიც არასდროს არ ქრება და გინათებს გზას, საით უნდა იარო. მთავარია, როგორც ჩვენ თქვით, ჩვენ გავამახორციელოთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას, მრავალი ბედნიერი ილიაობა თქვენ, ჩვენ ქვეყანას და დაე ილიას ნანატრი საქართველო აუცილებლად შეგვექმნას. მადლობა რომ მოგვისვენეთ და შევხვდებით.